სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გუყურებთ. უნებრივად დაიბადა პროტესტის ეს ფორმა, რომ უნდა ყოფილიყო მკვეთრი. ფიქრობდი იმაზე, რომ ერთხელ ამის დაფიქსირებით ამ სიმკვეთრეს ვერ გადმოვცემ. მოამბეთ 18 საათზე დღეს ამით დასრულებულია. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გუყურებთ. პირველი რაზეც ვფიქრობ, იმედი არის, რომ ჩემ განცხადებებს და ჩემ მოქმედებას დადებითი შედეგი მოყვება. ერთი კუთხით ის, რომ საზოგადოება დაინტერესდება, მაგალითად, ჩემი პირველი განცხადებით, რატო შეიძლება არ პასუხობდეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების წინაშე არსებულ გამომწვევებს. მზე ამაღლობელის მიმართ სოლიდარობაზეც ვფიქრობ მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება მიპყრობილი ამ საქმისადმი და ყველა ეცდება, რომ გაერკვეს რასთან გვაქვს საქმე. და იმ უსამართლობას, რომელსაც ადგილი აქვს ჩემი აზრით, მზე ამაღლობელის მიმართ გაიცემა შესაბამისი პასუხი და სამართალი იზეიმებს. ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, გენერალური დირექტორი ხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, რედაქციებიდან გამომდინარე, თქვათ, გარკვეული დაყოფებითი ოპერატორები, ცალკე მონტაჟეები, ცალკე ძღოლები, ცალკე, თქვათ, პროდიუსერები, ცალკე. ჩემთან ესეთი შეხვედრა გაიმართა ინდივიდუალურ რეჟიმში. გასული კვირის პარასკევს უკვე ეთერი როდესაც დამთავრდა, ჩვენმა HR-მა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალური დირექტორს უნდა შეხვედრა ჩემთან. შედგა ესეთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა არხის იურისტი, ასევე ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საინფორმაციო უფროსი და გენერალური დირექტორი. მან იყო საუბარი, თუმცა ის ამაზე, კონკრეტულად ამ სოლიდარობაზე არაფერი არ ყოფილა. ერთადერთი რაზეც გაგვით იყო გაკეთდა პატარა განცხადება არა პატარა ესეთი სიტყვები გაისმა, რომ მე ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოქმედება სარედაქციო პოლიტიკით. ანუ მეც ხომ არ ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რამაც შეიძლება კვალიფიცირდეს ისე, რომ ვარღვევ სარედაქციო პოლიტიკას. სიტყვა დარღვევა არ იყო გამოყენებული. რაზეც მე დავსვი შეკითხვა, რომ ეხებოდა თუ არა ეს სოლიდარობას, არაო და შემდეგი კითხვა გამიჩნდა, რომ აბა მაშინ რა? იმიტომ რომ მე არასდროს არც სუბორდინაცია დამირღვევია და არც გადაცემაში რაიმე ისეთი თვითნებობას ჩემი მხრიდან არასდროს არ ქონია ადგილი. სამწუხაროდ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში არ იმართება მაგალითად დილის დაგეგმა. ნიუსრუმში დილის დაგეგმა არ იმართება. არ იმართება შემდეგ განხილვა. რას ვაკეთებთ კარგად, რას ვაკეთებთ ცუდად. არ იმართება სამუშაო თათბირები. შესაბამისად ის, რომ მე რაღაცა ოფიციალური შესაძლებლობა მქონდეს, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ან მოსაზრებები, არ მაქვს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არაოფიციალურ გარემოში. მე უნდა მივმართო მაშინ ვიღაცასთან მივიდე არაფორმალურ გარემოში, სამსახურში. ვიპოვო უფროსი, უთხრა, რომ აი ეს ხო არ არის, ეს ხო არ ჯობია იმასთან და ასეთი, როდესაც არ არის სამუშაო პროცესი, ბევრი ადამიანისთვის რთული არის. მოიქცეს აი ესე, რომ იპოვოს ადამიანი, მაგალითად უფროსი და იმასთან ილაპარაკოს ამის შესახებ, რომ მოთხოვოს რაღაცა. ამას უნდა ხელს უწყობდეს ის სამუშაო პროცესი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ნიუსრუმში. ვერტიკალი არის. ესეთი რაღაცა დემოკრატიული პროცესი რო იყოს, მასიც ადგილი არ აქვს. მაშინ, როდესაც არ არის დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომ კონკრეტულად ჟურნალისტებს შეუძლიათ თემების მოტანა, მოხდეს ამ თემების განხილვა და გადაწყდეს ჟურნალისტური პრინციპებით ეს თემა უნდა გაკეთდეს თუ არ უნდა გაკეთდეს, როდესაც არ არის სამუშაო თათბირი, არ იმართება დაგეგმვა, არ იმართება განხილვა და შექმნილი არის ვერტიკალი, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ერთი კონკრეტული ადამიანი, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, ამან შეიძლება უკვე შეზღუდოს ის საინფორმაციო ველი, რომელშიც ბევრი ამბავი შეიძლება შემოვიდეს იმ კონკრეტული ჟურნალისტებიდან, რომლებიც მუშაობენ, რომლებსაც ყავთ წყაროები, რომლებიც იგებენ ახალ ამბავს და მიიჩნევენ, რომ ეს არის აუცილებელი. როდესაც არ არის ესეთი დემოკრატიული განხილვის მექანიზმი და ყალიბდება კონკრეტული ვერტიკალი, აქ უკვე ინფორმაცია იზღუდება.
შესაბამისად, შეიძლება ეს ჩაითვალოს ცენზურად, რომ ჩვენ ვერ ავსახავთ კონკრეტულად საზოგადოების დღის წესრიგს. იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, ამაზე გადაწყვეტილებას თუ რა უნდა მოხდეს კონკრეტულად ბადეში, რაზეც მე უკვე ვადებული ვარ, რომ დავემორჩილო, ხო, ჩემს რედაქტორს, შედგენილი არის ბადე, ამ ბადეს მივყვებით და ვამზადებთ საინფორმაციოს ამ ბადის მიხედვით. როდესაც არ არის ესეთი გაშლილი სამუშაო პროცესი, თემების წრე ვიწროვდება. ვასილ მაღლაფერიძე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე მოვიდა ტელევიზიაში გენერალურ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ უკვე გენერალური დირექტორობიდან წავიდა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილედ. ეს თანამდებობა მან ჯანმრთელობის გაუარესების არგუმენტით დატოვა და შემდეგ პარლამენტმა იგი აირჩია სამეურვეო საბჭოს წევრად, უკვე სამეურვეო საბჭომ აირჩია თავმჯდომარედ. დღეს ახლა სამეურვეო საბჭო არის პასუხისმგებელი, რომ მაკონტროლებელი მთლიანად მაუწყებლის. თავი და თავი უპირველეს პასუხისმგებლობა რასაკვირველია ეკისრება ვასილ მაღლაფერიძეს, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭო არის ვალდებული თუ რაიმე არ მიდის მაუწყებელში ისე სათანადო შეფასება მისცეს ამ ყველაფერს. მათ შორის, როდესაც ტექნიკურად უკვე არის სამუშაო შეხვედრები მენეჯმენტთან, ეს საკითხი მენეჯმენტთან დააყენოს. მათ შორის უკვე როდესაც არა სამუშაო, არამედ უკვე ჩვეულებრივი შეხვედრები არის სამეურვეო საბჭოში, ეს საკითხები განიხილონ სამეურვეო საბჭოზე. იგი არის თავი და თავი ამ ყველაფრის. რასაკვირველია ის, რომ მაუწყებელი ვერ ასრულებს რაღაცას კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, არ ათავისუფლებს ის, რომ ვასილ მაღლაფერიძე და სამეურვეო საბჭო არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მენეჯმენტსაც. იგრძნობა ის, რომ როდესაც სამსახურში მივდივარ, მე ვთქვათ მაგალითად რაღაც ისე ვარ. როგორ გითხრათ, როგორ ვთქვათ ესე. იგრძნობა, ხო, რა იგრძნობა, გარკვეულწილად იგრძნობა ის, რომ კი ბატონო, რაღაცნაირად ეხლა ჩემს მიმართ ყურადღება სხვანაირი არის, ჩემს მიმართ ურთიერთობა სხვანაირი არის, უпростоოდ ნაკლები არის ურთიერთობა, შეიძლება ესე ვთქვათ. გარკვეულწილად ხო რა მივდივარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და მოვდივარ. გიდასტურებთ იმას, რასაც სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ესეთი დამოკიდებულება, პირადი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ მეც დამინახავს. რაღაც შემთხვევაში ჩავრეულ ვარ კიდევაც და ვაფასებ იმას, რომ ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც უნდა იყოს ერთ სამსახურში. თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ხუთ საქმიანად უნდა გაირჩეს ეს ყველაფერი. თუ ამ შემთხვევაში შემოდის რაღაცა მორალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და ელემენტარული დაპირისპირების სახეს იღებს ეს. თუნდაც აი ესეთ ყველი დაპირისპირების სახეს იღებს არასამსახურეობრივი განხილვის კონტექსტში, უკვე ეს ძალიან არაჯანსაღი მდგომარეობა არის. გიდასტურებთ, რომ ესეთ არაჯანსაღ მდგომარეობებს ადგილი აქვს. ეს ეთერი, როგორც მე მითხრა გენერალურმა დირექტორმა, იყო კეთილი ნება. ამ საზოგადოებას იგი არ მოუპოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეს ეთერი არ იყო გამზადებული და ეს ფორმატი არ იყო გამზადებული, რომ ჩაშვებულიყო ბადეში. ეს ფორმატი ჩაეშვა ბადეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართა საპროტესტო აქცია. ახლა ერთი ფორმატი არის, ერთი წამყვანი არის, ერთი სტუდია არის, ქრონომეტრაჟები ერთი არის, სტუმრების რაოდენობა იცვლება მხოლოდ. მაგრამ ტექნიკურად ჩვენ ახლა ეთერში გვაქვს ორი გადაცემა. ეს გადაცემები არის აქტუალური თემა და ეს გადაცემები არის მთავარი თემა. ანუ ტექნიკურად ერთ რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ ორი გადაცემით. ჩვენ კანონით გვევალება ძალიან ბევრი რაღაცა. მათ შორის ის, რომ უნდა ვისაუბროთ ევროინტეგრაციაზე, მათ შორის ის, რომ უნდა ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იწულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე, ძალიან ბევრი რაღაცა გვევალება. რაც პრაქტიკულად იმის გამო, რომ შარშან შემოდგომიდან ჩვენ გადასვლის არგუმენტით ყველა გადაცემა გავაჩერეთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენ ამ ვალდებულებებს არ ვასრულებთ. ის, რაც გვევალება კანონით, იმას არ ვაკეთებთ. შესაბამისად, ეხლა რომ ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, კი ბატონო, მათ აქვს შესაძლებლობა რომ გააკეთოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შესაძლებლობა რომ გააკეთოს, თუმცა ჯერჯერობით ეხლა მე და თქვენ რო ვსაუბრობთ, ესეთი რაიმე კონკრეტული არაფერი არ გვინახავს და არც ეთერში ჩანს. საქართველოს ტელევიზიაშიც კი კომუნისტების დროსაც არსებობდა ისეთი საქმე, რომელიც იყო წმინდად ქართული და
ახერხებდა ცენზურისთვის გვერდისავლას და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. სამწუხაროდ, რომ აი ესეთ კრიტიკულ დროს ამ ადამიანებს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ეს კეთილსინდისიერი ადამიანები არიან, იმიტომ რომ მათ უწევთ იმაზე ფიქრი, მე ახლა მაქსიმალურად საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე კი არ ვაკეთო, არამედ ვაიმე, როგორ შევინარჩუნო ჩემი სამსახური, როგორ შევინარჩუნო სარჩო საბადებელი. ჩემი ეს ქმედება ხო არ გამოიწვევს იმას, რომ მე შეიძლება უმუშევარი დავრჩე. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვიცი რომ კომუნისტების დროს ხერ ხდებოდა ეს. ვიცი რომ ეს ყველა შემდეგი ხელისუფლების დროს ხერ ხდებოდა. მიუხედავად წნეხისა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ცენზურის მცდელობებისა, მაინც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლო შეენარჩუნებინა ეს იდეა, ყოველთვის ეს კეთილსინდისიერი ადამიანები ახერხებდნენ, რომ აი ცენზურის პირობებშიც კი რაღაცა სინათლის სხივი გაეშვათ მაყურებლის მიმართულებით და მგონია რომ ეს უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება რა. ამ ვითარებიდან მგონია რომ მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა.